მე ვთვლი, რომ ვიდეო ჯიჰადის შესახებ, რომელიც გავრცელდა ინტერნეტით და ტელევიზიების საშუალებით, ნამდვილად არის გაკეთებული ხელოვნურად და რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაჭერილი პიროვნება ნამდვილად დამნაშავეა ამ ვიდეოს ხელოვნურად გაკეთებაში. უბრალოდ ერთადერთი ფაქტი, რომელიც ჩემში იწვევს ეჭვს, ეს არის იმასთან დაკავშირებით, რომ დასკვნა გაკეთებულია ერთი თვის წინ, საზოგადოებისთვის ცნობილი ამ ფაქტის შესახებ გახდა ერთი თვის შემდეგ. ეს ერთადერთი ეჭვია, რომელიც ეს ერთადერთი მომენტია, რომელიც ცოტათი არ მიზრავს ეჭვს, თუმცა მაინც ვთვლი, რომ ეს ვიდეო არის ხელოვნურად გაკეთებული. ორი მოსაზრება მაქვს ამ თემაზე. შეიძლება გამოძიება შეცდომაში შეგვიყვანა, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იფიქროს საზოგადოებამ, რომ საქმე არ სრულდება, რაღაც პრობლემის გასაგებიც არის, იმიტომ რომ ყალის მიგნება ესეთ შემთხვევაში ნამდვილად არ არის მარტივი, მაგრამ მეორე ვარიანტიც არის, რომ ყვალი მართლაც ამ ადამიანამდე მიდიოდეს, მაგრამ თავარი მე ვფიქრობ, რომ არ არის შემსრულებელი. თავარი არის დამკვეთი. რაზეც მე ნამდვილად არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ეს ნამდვილად ჯიჰადის დამუქრება არის ჩვენი მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ნაწილდება პროცენტები ყოფილ და ახლანდელ ხელისუფლებაზე. და თუ კი ეს მართლაც ახლანდელი ხელისუფლების რაღაც ფანდი არის, მაშინ რა თქმა უნდა ტყუილად არის საქმე ესე წარმართული, მაგრამ თუ ყოფილი ხელისუფლების ამბავი არის, მაშინ შესაძლოა მართლაც აქამდე მიდიოდეს ნამდვილი გამოძიება. ეს რთული არის სათქმელად, მაგრამ ვთვლი, რომ საზოგადოება ამაში კარგად უნდა ჩაერთოს. იმიტომ რომ ესეთი სერიოზული საქმის გამოძიება ისე რეალობამდე და სიმართლემდე არ მიგვიყვანს. ასე რომ რთულია ამ კითხვაზე რეალური პასუხის გაცემა. ჩემი აზრით, ვინაიდან რადგან სახელმწიფოა და ძლიერი მანქანა, რომელიც არავითარ შემთხვევაში ამ გაფუჭდეს და დაიშალოს, ესე ვთქვათ, არიან ხელმძღვანელები, ვინც ამ საკითხს ყურილებს რა უშუალოდ. აი პირდაპირ პროპორციულია ეს თემა იმისა, რამდენად კაიდი არ იკეთდება, ან არ კეთდება, არ შავები არ თეთრები არ. ანუ ამ შემთხვევაში ჩემი აზრით, თუ ეს ფაქტი რეალურად მოხდა და თუ ჯიჰადი დაინტერესდა იმით, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ილაპარაკა იქ რაღაც მართლა ცუდი რაღაცები, რომ ადამიანურ ფარგლებში არ ჭირდება. ჩემი აზრით, რაც არ უნდა ყაზახი და ამერიკელი ჰაკერები დაიჭირონ ჩვენმა მთავრობამ, მაინც ჯიჰადი ალბათ თუ დაინტერესებულია საქართველოში და ძალიან ცუდ დღეში ვართ და ერთ დღეს რაღაც ცუდი აფეთქება მოხდება ჩვენთან. მეორე ის არის, რომ არ არის გამორიცხული, რომ არც ის იყო სიმართლე, იმიტომ რომ ჩემი აზრით ის ერთი პოლიტიკური ღვთის დაკვეთა იყო და არც ეს არის სიმართლე, იმიტომ რომ სხვა ინტერესები შეიძლება ამაში. ანუ ამ სიცრუეში ცხოვრობ ზოგადად და არ მგონია, რომ რაღაც ყაზახი დაინტერესებული იყო იმით, რომ რაღაცა საქართველოს სახელმწიფოების საქმეებში ახლა განხეთქილება გამოიწვია. მე მგონია, რომ ეს არის თვითგადარჩენის ინსტინქტი, უბრალოდ მოიგონეს ესეთი ფაქტი, რომ არსებობს ადამიანი, რომელმაც ეს ჩაიდინა. გავრცელდა უბრალოდ ინფორმაცია საზოგადოებაში ესეთი. და უბრალოდ თქვენ გახსოვთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და ხშირია ესეთი. უბრალოდ თუ საზოგადოება ამის გამოეხმაურებოდა, ეს გაგრძელებოდა ხანგრძლივი იქნებოდა 1 წელი, 2 წელი და იქნებოდა მასიური შიში და ამიტომ მგონია, რომ ეს არის მოგონებული ესე ვიტყვი ჭარებში ვიღაცის აზრი მოფიქრებული, რომელიღაც ორგანიზაციას ძალიან მოეწონა და ამის შემდეგ მოკლედ საქმე შეკერეს. მე ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიწვია ძალიან მძლიერად ობიექტურად ეს საქმე და დაიჭირა უცხო დამნაშავე, რა ამ შემთხვევაში აიდიშნიკი იყო და ალბათ ყველაფერი მოხდა ისე, როგორც უნდა მოხდა იყო. სინამდვილეში მე ვფიქრობ, რომ ეს გამოძიება არ ობიექტური იყო და მგონია, რომ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ხალხს აღარ ელაპარაკა, რომ აი დამნაშავეა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩემი აზრით ძალიან ობიექტურად იმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქმე გამოძიებულია. ანუ არ უნდა მოყოს სედმეტი ლაპარაკი ამ ყველაფერს. მართალია ხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავეს აიდიშნიკი, რომელიც ჭვიტანები იყო. მაგრამ შეიძლება რომ არსებობს ამ ყველაფრის დამკვეთი, რომელმაც გამოაგზავნეს და ძალიან იდეალურად აეწყო მისთვის ყველაფერი და დაიჭერეს საიდიშნიკი და ჩაცხა სიტუაცია. თუმცა მგონია, რომ ჯერ ყველაფერი ბოლომდე დამთავრებული არ არის.
რომ დავკვეთოთ.